მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ ჯეფრი ეპსტეინზე, უпростоრად ჯეფრი ეპსტეინზე, რომლის სახელით სინონიმი გახდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ელიტის შეთქმულებების. 2026 წელს ახალი დოკუმენტები გამოქვეყნდა. მოდი სანამ გადავალთ ფაილებზე და დეტალურად რა ეწერა იქ, მოდი გავიცნოთ ვინ იყო ჯეფრი ეპსტეინი. იყოს იმიტომ ვიძახი რომ ჯეფრი ეპსტეინი წარსულს ჩაბარდა, ანუ მოკვდა. ტლეთი. ჯეფრი ეპსტეინი დაიბადა 1953 წლის 20 იანვარს ბრუკლინში ებრაელების ოჯახში. მამამისი იყო მწვანე ნარგავების დეპარტამენტში მუშაობდა, დედამისი მუშაობდა სკოლაში თანაშემწედ. ჯეფრი ეპსტეინი ძალიან ჭკვიანი, ცხარტი გონების პატრონი იყო, როგორც ამბობენ. 16 წლის ასაკში დაამთავრა სკოლა და შემდგომ ჩააბარა კოლეჯი კუპერ უნიონში, რომელიც არ დაუმთავრებია. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში, დალტონ სკულში დაიწყო მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა. სწორედ ამ სკოლაში გაიცნო ჯეფრი ეპსტეინმა მომავალი გენერალური პროკურორის უილიამ ბარის მამა. და სწორედ ეს სკოლა არის ჩვენი მთავარი ანტაგონისტის პირველი თავი. 1976 წელს ერთ-ერთი მოსწავლის მამის დახმარებით ჯეფრი ეპსტეინი იწყებს მუშაობას საინვესტიციო ბანკში. თუმცა 1991 წელს იგი მოდის სამსახურიდან ოფიციალურად ეთიკური დარღვევის გამო. შემდგომ აფუძნებს კომპანიას J. Epstein & Co.-ს. ეს იყო ფინანსური კომპანია, რომლის მთავარი კლიენტიც იყო ლესლი ვექსნერი, ვიქტორიას სიკრეტის დამფუძნებელი. ეპსტეინს ჰქონდა მის ქონებაზე სრული თავისუფლება, სრული მინდობილობა, რამაც ეპსტეინსაც მილიარდები მოუტანა საბოლოო ჯამში. 90-იან წლების დასაწყისში ეპსტეინმა გაიცნო გილენ მაქსველი, ბრიტანელი მედია მაგნატის რობერტ მაქსველის შვილი. სწორედ გილენმა გაუღო გლობალური ელიტის და არისტოკრატიის კარი ჯეფრი ეპსტეინს. ამ ყველაფრის წყალობით ეპსტეინის წრეში მოხვდნენ ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპი, პრინცი ენდრიუ, ბილ გეიტსი და ასე შემდეგ. და დადგა 1998 წელი. ჯეფრი ეპსტეინი იყიდულოს პატარა კუნძულს Little St. James, სულ რაღაც $8 მილიონ. 2018 წლამდე მან ეს ადგილი ნამდვილ ციხესიმაგრედ აქცია. 71 აკრი მიწა, რომელიც აღჭურვილი იყო უახლესი ტექნოლოგიებით. მაგრამ რატომ სჭირდებოდა ფინანსისტს ასეთი იზოლაცია, რომ საკუთარი კუნძული ეყიდა? მსხვერპლთა ჩვენებების მიხედვით, ეს კუნძული მარტო შესრულების ადგილი არ იყო, ასე რომ ვთქვათ. ეს იყო ლოჯისტიკური ცენტრი ტრაფიკინგისთვის. Little St. James-ის გვერდზე იყო ასეთი კუნძული Great St. James-ი, რომელიც ასევე იყიდა ჯეფრი ეპსტეინმა, რადგან Little St. James-ის ირგვლივ ერთადერთი მეზობელი თვითონ ყოფილიყო და ვიღაც უცხო თვალი არ დასახლებულიყო მისი ტრაფიკინგის ლოჯისტიკური ცენტრის გვერდზე. თავად ნაგებობა ტაძარი, რომელიც ალბათ ყველას გვინახავს, რომელიც არის თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი, მაინც რჩება მთავარი საიდუმლოების ამოუხსნელ ნაწილად. ყველას გვაინტერესებს ალბათ რა ხდებოდა მის მიწისქვეშა ნაწილში. ჯეფრი ეპსტეინი თავიდანვე გარეული იყო ბნელ საქმეებში. 2005 წელს დაიწყო გამოძიება ეპსტეინის წინააღმდეგ. პოლიცია იძიებდა საქმეს, სადაც ეპსტეინს ედავებოდნენ არასრულწლოვანების პროსტიტუციაში ჩართვას. ჯეფრი ეპსტეინმა აღიარა დანაშაული და მხოლოდ 13 თვე მოიხადა სასჯელი, ეგეც დილას სამსახურში გასვლის უფლებით. ანუ ადამიანი, რომელმაც აღიარა არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვა, 13 თვე იჯდა ციხეში და დილას სამსახურში დადიოდა. ანუ სახედან გადიოდა, სამსახურში დადიოდა თუ თავის პირად მუშაკებთან ერთობოდა, მაგანს არაფერი არ ვიცით, მაგრამ სამსახურში გადიოდა დილაობით. ალბათ მიხვდით რატომაც როგორც მიიღო ეგ შეთანხმება, იმიტომ რომ ჩემი აზრით კომპრომატი ჰქონდა ალბათ საერთოდ ყველაზე იმ პროკურორზეც, იმ პროკურორის ძმაზეც, იმ პრეზიდენტზეც, იქ რა დროს ვინც იყო პრეზიდენტის შვილზეც, მამაზეც, დედაზეც საერთოდ ყველაზე და დიდი ალბათობით ეს 13 თვე ციხეში რაც იჯდა და დილას გადიოდა, ალბათ მუშაობდა 9-მდე და უბრალოდ ციხეში საწოლი ჰქონდა ტკბილი და ეძინა 13 თვის განმავლობაში. ანუ არც მეტი, არც ნაკლები. შემდგომ გადის დრო, როგორც ფაილებმა გვითხეს, ეპსტეინი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას ხარვეზის და დაბრკოლებების გარეშე და მოდის 2019 წელი. ეპსტეინი დააპატიმრეს ნიუ-იორკის აეროპორტში არასრულწლოვნებით ვაჭრობის, ანუ ტრაფიკინგის ბრალდებით. მის სასახლეში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს მილიონობით ფოტო და დოკუმენტი. 2019 წლის 10 აგვისტოს ჩვენი ჯეფრი ეპსტეინი ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ეს იყო თვითმკვლელობა, მაგრამ აქ არის რამდენიმე დეტალი, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ. 1. ვიდეო კამერები იმ მომენტში, როდესაც ჯეფრი ეპსტეინი თავს იკლავდა, რატომღაც ჯადოსნური მიზეზით არ მუშაობდა. დაცვას ჩაეძინა
და მას ხელზე ჰქონდა ისეთი დაზიანებები, რომელიც დახრჩობას უფრო ახასიათებს ვიდრე თავის ჩამოხრჩობას. ხოლო 2026 წლის დასაწყისში ჯეფრი ეპსტეინის ფაილების ახალი ნაკადი გახდა ხელმისაწვდომი და საჯარო, რომელზეც დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი, ამ დოკუმენტებში არის 3 მილიონი გვერდი, 2000 ვიდეო და 150,000-მდე ფოტო. სწორედ ამიტომ დღეს ბასტო ფანტასტოში მოდი განვიხილოთ ყველა თეორია, სიმართლე, ტყუილი, საერთოდ ყველაფერი ჯეფრი ეპსტეინის კუნძულის და მისი საქმიანობის ირგვლივ. Pasto, fantasto, skalmanananes too much me. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვილაპარაკებთ ჯეფრი ეპსტეინზე, ადამიანზე, რომელმაც ყველა შეთქმულების თეორეტიკოს აღფრთოვანება მიანიჭა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაილები, რაც გამოქვეყნდა, რომ ჰოლივუდში ბავშვებს აუპატიურებენ, ჭამენ, რა ვიცი, რაღაცებს, საშინელ რაღაცებს აკეთებენ, ადამიანები, რომლებიც ძალიან გამდიდრდებიან, გართობის სხვა საშუალებები, რომლებიც ჩვენთვის გასართობია და ეთიკურია, მათთვის მოსაწყენია და უკვე ჩვენთვის ძალიან არაეთიკურ გზებს მიმართავენ, რომ სიამოვნება მიანიჭონ საკუთარ თავს. საბოლოო ჯამში ხა მოკლედ ჩამოვაყალიბე ზოგადად რა ხდება რა. ჩემი გადმოსახედიდან ზუსტად ეგრე ხდება. სულ ვიძახი ესეთ რაღაცას, რომ ადამიანი, როდესაც ინტერესს კარგავს რაღაცის მიმართ, კვდება. ან ხდება საშიში, არ ვიცი. ან ვიღაცისთვის საშიში ხდება, ან საკუთარი თავისთვის საშიში ხდება. ეს მულტიმილიარდერები, მდიდრები, რომლებსაც ფულის გარდა ძალაუფლებაც გააჩნიათ, ანუ მარტო ფული არ არის ძალაუფლება, შეიძლება ფული გქონდეს, მაგრამ ამ ფულზე წვდომა ან რაღაცა შეზღუდული გქონდეს, ან ვერ ყიდულობდე რაღაცას, რასაც გინდა. ეს ადამიანები, ვინც ამ ეპსტეინის სიაში არიან, ყველა არის ძალიან მდიდარი და ძალიან გავლენიანი. სწორედ ამიტომ ალბათ დიდი ალბათობით იახტა, ნაშობა, მუსიკა, ნარკატა, ეგეთ რაღაცებით ვეღარ кайფობენ, ვეღარ ერთობიან, ენდორფინს და დოპამინს ვეღარ გამოიმუშავებენ ორგანიზმში და იწყებენ გართობას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან არაეთიკური. არაეთიკური კი არა, ამაზრზენი და დიდი ალბათობით ჩვენ რომ ვნახოთ, ჩვენი თვალით რომ ვნახოთ. აი ხო ვიცით ამბები მაგალითად როგორ ყვება მსხვერპლი რომ რას აკეთებდნენ იქ, როგორ აკეთებდნენ. ძალიან სხვა ემოცია დაგვეუფლება თუ ამ კადრებს ჩვენ გაჟონავს და ვნახავს. სანამ ვიდეოს მეორე ნაწილს გადავალთ, ჩემი მთავარ ხარდაჭერს მინდა მადლობა გადავხადო საქართველოს ბანკს, ანუ ჩემი გენსპო არის ბოგი. მადლობა Starbucks-ი რონალდინიოს იმ ვიდეოდან მეორე დღეს ვიღებ ამ ვიდეოს, ეს მალე შეივსება, ძალიან გაივსება. ხო, და მადლობა სეტანტას, იმიტომ რომ გვიჩვენებს ყველაფერს ისი ნახვაც გვინდა სპორტულ კონტექსტში. 2026 წელს, როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, 2026 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა ფაილები description-ში, ანუ ქვემოთ აღწერაში დაგიტოვებთ ლინკს, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ საერთოდ ყველაფერი, ოტ-იდო, თავიდან ბოლომდე, რაც გასაჯაროვდა, არის ძალიან ბევრი ფოტო, ძალიან ბევრი ვიდეო, ძალიან ბევრი დოკუმენტი, მეილები. სხვა შორის ერთ-ერთ მეილში არის კახა ბენდუკიძე ნახსენები, ამოვანათებ ფოტოს დოკუმენტისა, სადაც რაღაცა შეხვედრა არის და ჯეფრი ეპსტეინს ეკითხებიან, რომ ის ორი ადამიანი, ვიღაც დოქტორი, ვიღაცა და ვიღაცა მიდიან კახა ბენდუკიძესთან თავისუფალი უნივერსიტეტის ამბებზე სასაუბროთ და შეხვდები შენ ჩაერთვები თუ არა, დაახლოებით ეგეთი მეილი იყო. დიდი არაფერი, როგორ არა, რაღაცა როგორ არ არის, მაგრამ დიდი არაფერი ჩემი არის, იმიტომ რომ ჯეფრი ეპსტეინი გარდა იმისა, რომ არასრულწლოვნები დაყავდა სათამაშოებად გავლენიან ხალხთან, მაგის გარდა იყო ბიზნესმენი და იყო მილიარდერი, რომელიც ფლობდა ალბათ ძალიან ბევრ წილს და ძალიან ბევრი რაღაცის ინვესტორი იყო, ესე რომ ვთქვათ და შესაძლებელია საერთოდ დიდი ალბათობით ალბათ კახა ბენდუკიძეს და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდათ კუნძულზე ერთმანეთთან. ერთი რაც ვიცით ის არის, რომ გილენ მაქსველი, ვიზეც გითხარით, რომ ვისგანაც გაიცნო და ვისგანაც ჩერეს, ვისგანაც მოხვდა ამ ელიტაში, ეს ადამიანი ციხეში არის, ერთადერთი ადამიანი, ვინც არის დაჭერილი, იყო ჯეფრი ეპსტეინი და გილენ მაქსველი. გილენ მაქსველი ციხეშია, ჯეფრი ეპსტეინი ციხეში აღარ არის, გარდაიცვალა. მოდი გადავიდეთ შეთქმულების თეორიებზე. რა შეთქმულების თეორიები არსებობს ამ ყველაფრის ირგვლივ? ერთი ის არის, რომ ჩემი გადმოსახედიდან შეთქმულების თეორია, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგება სიმართლეს არის ის, რომ ჯეფრი ეპსტეინი 2019 წელს არ გარდაცვალა თვითმკვლელობით არ მომკვდარა, თავი არ მოუკლავს. ის დიდი ალბათობით მოკლეს, იმიტომ როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო ისინი იყო, რომ კამერები არ მუშაობდა, დაცვას ჩაეძინა, თითები ეტყობა აქ რო აღჭობდნენ და თვალებში ნაცარს გვაყრიან. ჩემი აზრით ამ თვითმკვლელობის ამბავში რა, იმიტომ რომ ციხიდან გამოსვლა დიდი ალბათობით უკვე აღარ გამოდიოდა, იმიტომ რომ მეორე ის იყო უკვე 2019 წელს ძალიან პოპულარი გახდა ჯეფრი ეპსტეინის
გამოშვება უკვე ძალიან დიდი ის იყო 2005 წელს კი პირველ 2005 წელი ისეთი დროა რომ ინტერნეტი ეგეთი საზოგადო არ არის რა და არ ვრცელდება ამბები ეგრე მარტივად ტელევიზიას აკონტროლებ მედიას აკონტროლებ და ჯეფრი ეპსტეინი დააკავეს და თქვეს რომ დააკავესო გამოუშვეს და აღარც ყოფილა ამაზე ნიუსი ვიღაცები რაღაცებს საუბრობდნენ ალბათ სახლში თავისთან რაღაცა რესტორანში რაღაც მეგობრულ შეკვევრებზე მიწის ქვეშ და ასე შემდეგ მაგრამ მიუხედავად მაგისა ინტერნეტი არ იყო ეგეთი ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამბის გავრცელებას და ამბის ჩახშობას ესე რომ ვთქვათ გავრცელების პრევენციას ძალიან მარტივად მოახერხებდა ვინც ფლობს მედიას მაგრამ 2019 წელს უკვე ინტერნეტი ტოპ ბუმშია, TikTok-იც არის უკვე, Facebook-იც არის, Instagram-ი, YouTube-ი, ყველა რაღაცას, ყველა კონტენტს ეძებს და ყველა პატარა რაღაცა საინტერესო მოვლენაზე, ყველა აქცენტს აკეთებს, ყველა რაღაცას მაგაზე ლაპარაკობს. 50% იმიტომ რომ მნიშვნელოვანი გონია მას ლაპარაკი, მეორე 50% იმიტომ რომ ლაიქებს და ტრენდს ეძებს. სწორედ ამიტომ ძალიან რთული იქნებოდა ალბათ ჯეფრი ეპსტეინის ისევ ციხიდან ეგრე გამოყვანა თან დაემატებოდა მე გაბაზრდებოდა ისევ 2005 წელსაც ეგრე მოხდა და უფრო დიდი სკანდალი მოყვებოდა სწორედ ამიტომ ჯეფრი ეპსტეინი კიდე ციხეში ალბათ გაჩერება არ უნდოდა იმიტომ რომ ერთ-ერთი იყო იმ ბევრიდან ალბათ იმ 1000 კაციდან ვინც მან რაღაცას აკეთებდა მომხმარებლები ყავდა ბევრი ეს იყო ბარიგა ესე რომ ვთქვათ რა და ბარიგა დაიჭირეს და ეს არ ჩერდებოდა ალბათ არ გავჩერდებე ციხეში იმიტომ რომ მაშინ ისიც უნდა იჭდეს მაშინ ესეც უნდა იჭდეს ვაფშე ტრამპის იდეა იყო რომ ასაკი 14 წლამდე დაგვეწია 18-დან შეიძლება კლინტონის იდეა იყო რომ ის გაიკეთებინა და აი ეგეთ რაღაცებს იძახდა და სწორედ ამიტომ ჩემი აზრით მაგიტომაც მოიკლა თავი ციხეში ეს არის ერთ-ერთი შეთქმულების თეორია მეორე შეთქმულების თეორიაც ამის ირგვლივ არსებობს არის ჯეფრი ეპსტეინს აბრალებენ ან ამბობენ ჯეფრი ეპსტეინზე რომ კავშირი ჰქონდა მოსადთან მოსადი არის ისრაელის დაზვერვა ესე რომ ვთქვათ რა. ეს ყველაფერი იმიტომ დაიწყო რომ გილენ მაქსველის მამა რობერტ მაქსველი იყო დაკავშირებული მოსადთან. ანუ ოფიციალურად კავშირი ჰქონდა მოსადთან და რახან ჯეფრი ეპსტეინი რობერტ მაქსველის შვილის გილენ მაქსველის დამსახურებით მოხვდა ამ ელიტაში. არის ესეთი თეორია რომ ზუსტად ჯეფრი ეპსტეინი იყო პროექტი მოსადის. ალბათ მოსადმა იცოდა მდიდარი და გავლენიანი ადამიანების ბნელი სურვილების შესახებ და შექმნა ადამიანი, მიცა კუნძული, სადაც ზუსტად იმ ბნელ სურვილებს დაუკმაყოფილებდა რაღაცა ალბათ გაუცემლობის და გაუსაჯარებლობის დოკუმენტი რაღაცა დაიდო და მოსადი იყენებდა გავლენიან პოლიტიკოსებზე და ადამიანებზე შანტაჟისთვის ჯეფრი ეპსტეინის ფაილებს ალბათ რომელიც მარტო მოსადს ჰქონდა. ასევე ამას ემატება რომ 2019 წელს, როდესაც პირველად დაიწყო გასაჯარავება დოკუმენტების, ტრამპმა შეწყვიტა, ანუ გააუქმა, გააჩერა გასაჯაროვება ნატანიაჰუს ვიზიტის შემდგომ ამერიკაში. ასევე ფაილებში გამოჩნდა იმეილები, სადაც ჯეფრი ეპსტეინს საუბარი აქვს როთშილდების ბანკირთან და სადაც ნახსენები არის ჰიტლერის თავშესაფარი, ესე რომ ვთქვათ, რაც სხვა შეთქმულების თეორიებს და თეორეტიკოსებს ახარებს და ამართლებს, ესე რომ ვთქვათ რა. ასევე მესამე თეორიაც არსებობს, სრულიად განსხვავებული, რომ ჯეფრი ეპსტეინი იყო რუსეთის აგენტი. ძალიან ბევრჯერ მის მეილებში დოკუმენტებში სადღაც 1000 ჯერ არის პუტინის ნახსენები, KGB არის ნახსენები და ამბობდნენ რომ ჯეფრი ეპსტეინი ვითომ პუტინის წინააღმდეგ აწყობდა შეთქმულებას და სულ ამაზე საუბრობდა, ხოლო ადამიანი ვინც პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, იმ ადამიანს უფრო გაუმხელ პუტინის წინააღმდეგ შეგრძნებებს, ვიდრე ადამიანს ვინც არ აწყობს ამას, ხო ხდებით? და დიდი ალბათობითო არის ესეთი შეთქმულების თეორია, რომ სპეციალურად ჯეფრი ეპსტეინი ვითომ აწყობდა პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებას, რახან პუტინის მოწინააღმდეგეები გამოერკვია ვინ იყო და შემდგომ KGB-ისთვის მიეცა ინფორმაცია. ესეც ესეთი ერთ-ერთი თეორია არის. შეთქმულების თეორია ნომერი 4. სატანისტური რიტუალები. ამბობენ რომ ეს ბავშვები და ახალგაზრდა ბავშვები არ იყო უბრალოდ გასართობის და გართობისთვის და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს უკავშირებენ სატანისტურ რიტუალებს, ანუ ამბობენ რომ სატანისტური რიტუალები ტარდებოდა. ადრენოქრომა არსებობს ესეთი რაღაც დაჟანგული ადრენალინი არის რა. სისხლის ჰორმონივით რაღაც არის რა. აი ხო გაგიგიათ რომ ადამიანები სისხლს სვამენ, იმიტომ რომ უკვდავება მოიპოვონ, ესე რომ ვთქვათ რა. ეს ფილმებში სადღაც შეთქმულების თეორიებში, რომელიც რამდენიმე წიგნში, რაღაცა სწავლებებში, რაღაცა სატანისტურ კულტების, რაღაც ბიბლიებში და ასე შემდეგ
არის ეგეთი სწავლება, რომ ეს ადრენოქრომა, ბავშვის ადრენოქრომა ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, ახალგაზრდავებს, ესე რომ ვთქვათ, და სწორედ ამიტომ იქ ეპსტეინის კუნძულზე ეს ბავშვები და ახალგაზრდები იმიტომ სჭირდებოდათ, რომ ადრენოქრომა მიიღოთ ამ ახალგაზრდებისგან და მუდამ ახალგაზრდები ყოფილიყვნენ. ესეთი სატანისტურ რიტუალებს ატარებდნენ ეს ამბობს. ეხლა მე ჩემ აზრს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. ჩვენი გადმოსახედიდან ჩვეულებრივი ადამიანების არა ელიტის და არა სუპერმილიარდერების და არა ძალიან გავლენიანი ხალხის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების გადმოსახედიდან იმდენად უხამსი, არაეთიკური და შეუძლებელი არის ის, რომ აი ამდენ ადამიანს, რომლებიც აი ჩვეულებრივი ჩვენარი ადამიანები იყვნენ და მაქამდე მივიდნენ, გახდნენ მილიარდერები, გახდნენ ძალაუფლების პატრონები და ყველაფერი აქვთ და ძალადობდნენ ახალგაზრდებს, იმდენად შეუძლებელი გართობის მექანიზმია ჩვენთვის, ანუ აი შეუძლებელია მაგაზე ეგ გავიაზროთ, რომ ჩემი აზრით ვეძებთ აი ამ რაღაცა სატანისტურ და არასრულწლოვნის სისხლიდალიო უფრო დამაჯერებელია, ვიდრე იძალადო, ესე რომ ვთქვათ. ჩემი აზრით, ამიტომ ჩნდება ეს შეთქმულების თეორიები, ჩემთვის უფრო რეალურია, რომ ადამიანი, როდესაც მოიბეზრებს, ყველაფერს ხდება არაადეკვატური, შავი, ბნელი, ნაგავი და ქრისტეს სწავლებაც მაგიტომ არის, რომ ძალიან რთულია, ძალიან მდიდარი ადამიანი ცხონდეს ეს დაახლოებით მარტივად ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ რა და დიდი ალბათობით ეგ იდეა ცდებს, რომ რაც უფრო ბევრი გაქვს, მით უფრო ბევრი გჭირდება, რომ დაკმაყოფილდე რა. ანუ 2-ჯერ მეტი გაქვს, 4-ჯერ მეტი გჭირდება, 8-ჯერ მეტი გაქვს, 16-ჯერ მეტი გჭირდება და 100,000-ჯერ მეტი გაქვს, 200,000-ჯერ მეტი გჭირდება და ეს 200,000-ჯერ მეტი არის უკვე ის, რაც ჩვენთვის დღეს სატანისტურ რიტუალებთან უფრო ასოცირდება, ვიდრე გართობასთან. ასევე არსებობს ესეთი თეორია, საერთოდ სხვა თეორია, რომელიც ამბობს, რომ ფაილები არის ყალბი. ამბობენ რომ ტრამპის წინააღმდეგ დემოკრატებმა გააყალბეს, დემოკრატები რომ ახსნათ უცებ ტრამპი არის კონსერვატორი და დემოკრატები არიან ლიბერალები. ძალიან ესე ზუსტად არ არის საერთოდ სხვა იდეოლოგიის ისინი არიან მიმდევრები, მაგრამ აი კარგად რო გავიაზროთ რა, დაახლოებით რა თემა არის რა. ტრამპი არის ოცნება და ის არის ნაციონალური მოძრაობა. და ამბობენ რომ დემოკრატებმაო, რახან დემოკრატებს ძალაუფლება აქვთ ჰოლივუდზეო, იმაზეო, ამაზეო, ეგეთ რაღაცებზეო, მაინცო, სოროსო და ასე შემდეგ. ტრამპის წინააღმდეგ, ტრამპი რახან არის ესეთი ნამდვილი და მართალი კაციო. ზუსტად ამიტომ არ აწყობთ ტრამპი რო იყოს თავრობაშიო და სწორედ მის საწინააღმდეგოდ არის ეს ფაილები გაყალბებული. ანუ ტრამპი ჩაწერილია და შემდგომ ჩაწერილი არის ესეთი რაღაცები, რაც საერთოდ ტრამპს კიდევ უფრო აშავებს, რომ მაგ დოკუმენტში ნახსენები არის. ჯეფრი ეპსტეინს ეკითხებიან ღმერთზე და გჯერა თუ არა ღმერთისო. ანუ ეუბნებიან რომ სული არსებობსო, სული არისო, რაც ადამიანს აცოცხლებს, ანუ animating, ანუ reanimation jutsu ხო არის ადამიანები როცა ანუ animating არის, რომ აცოცხლებს რა, ანუ რაც ეხა მე რო ამიღო და გადამაწყო ზუსტად ჩემნაი მოლეკულებით რო გადამაწყო, ესე მე მგონია, მაგრამ ჩამოიშლება იქნება რაღაცა, მაგრამ სული არის, რაც მე მასუნთქებს, მამოძრავებს, ანუ მაცოცხლებს, ესე რომ ვთქვათ რა. და ეპსტეინი ამბობს, რომ აუცილებლად კიო, არსებობსო სულიო და წარმოედგინეთ, რომ რა სასწაული არისო, ღმერთმაო, შექმნაო, ძალიან კომპლექსური არსებაო, ადამიანზე იცახეს. ძალიან კომპლექსური არსებაო, რომელსაც მისცაო საშუალება, რომ ეფიქრაო. ანუ ამბობს, რომ ღმერთმაო, შექმნაო მატერიალისგანო, მატერიალებისგანო ადამიანიო. რაღაცაო, ანუ ადამიანზე იცახეს, რომ შექმნაო, ანუ როგორც ეს მაგიდაა, რაღაცა მატერიალებისგან შემდგარი, ისეო შექმნაო ეს არსებაო, რომ ეს არსებაო ფიქრობსო. ანუ მაგისთვის mind blow, ანუ როგორ აღიქვავს სამყაროს, სწორად რამე სწორი, ანუ ყველაფერი რაც სამყაროში, ჩვენ სამყაროში არის, ყველაფერი არის დედამიწის რესურსისგან ნაწარმოებული, დედამიწის გარე რესურსი არაფერი არ არის რა. და აი ეს მაგიდა ეს ისო იპოვაო მატერიალიო რაღაცაო, მატერია იპოვაო ღმერთმაო, რომელსაც ფიქრი შეუულიაო. ანუ რასასწაული არის, ეგ არისო სულიო, ჩემთვის. ეგ მატერია არისო და არაო რაღაცა ღვთიურისა, ვაკ სული უნდა ვიპოვოთო ჩვენ. ანუ როგორც მატერიაო რა. ეს არის ჯეფრი ეპსტეინის დამოკიდებულება სამყაროზე, რომ ღმერთმა შექმნა, ღმერთმა იპოვა მატერია, რომელიც ფიქრის იმას გვაძლევს და ამის იდეა იყო ალბათ რომ ეპოვა, არ ვიცი. ძალიან ბევრ იმეილში არის სიტყვა გოიმი ნახსენები რა. მოდი გავშალოთ სიტყვა გოიმი რას ნიშნავს? გოიმი არის ებრაული სიტყვა. გოიმი ნიშნავს არა ებრაელს. ანუ ჩვენ როგორც ვიყენებთ სიტყვა გოიმს რა კონტექსტისაც. აი გოიმია გაანებე რა. აი ზუსტად იგივე კონტექსტით იყენებენ ებრაელები. ოღონდ ჩვენთვის ნიშნავს უგემოვნოს, უცოდინარს,
რომ არ უნახავს ცხოვრებაში რაღაცა გამოუცდელს, ანუ მაგის სინონიმი არის გოიმი. და ზუსტად იგივე, აი ერთ-ერთი იგივე კონტექსტში იყენებენ ებრაელებიც გოიმს. ოღონდ კონკრეტული თარგმანი აქვს და ნიშნავს არაებრაელს. ანუ ის ადამიანები გოიმებს ეძახიან არაებრაელებს. ანუ ყველა ადამიანი, ვინც ებრაელი არ არის, ებრაელისთვის არის გოიმი და არის ისეთი, რომ არ არის მთლა ჩეული. მეილში ძალიან ბევრი სიტყვა გოიმი არის ნახსენები. მოდი ეს გოიმები არ იყვნენ, დღეს რამდენი გოიმი იქნება. წინა შეხვედრაზე ძალიან ბევრი გოიმი იყო და მოდი იგივე შეცდომა აღარ გავიმეოროთ და ძალიან ბევრჯერ არის სიტყვა გოიმი ნახსენები ეპსტეინთან მიმართებაში, რომ გეხვეწებით თუ შეიძლება გოიმები არ გვინდა. გოიმები როგორც გითხარით, რასაც ნიშნავს, როგორც ნიშნავს. როგორც გითხარით, ებრაელების ოჯახში დაბადებული იყო ჩვენი ჯეფრი ეპსტეინი და შენიშვნას აძლევდნენ, რომ რა გოიმივით you behave like a goyim. დოკუმენტში ესე წერია. ასევე არის ძალიან ბევრი დოკუმენტი, ისი გამოკითხვაც არ მინდა საერთოდ ისეთი რაღაცები წერია, საერთოდ არ მინდა რომ ეს წავიკითხო. ლინკებს დაგიტოვებთ, ვიდეოების ლინკებს, სადაც ეს ყველაფერი წერია. ზეგავლენა საერთოდ არ მაქვს ამაზე, არაფერზე ზოგადად. მაგრამ ამაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ მინდა, იმიტომ რომ ვერ საშნელი, ანუ აი სულ იძახი კაცობრიობის იმედი მაქვს მეთქი და აი კაცობრიობის იმედს დაგაკარგინებს ისეთი საშნელი რაღაცები წერია. რა აზრი შეგვიძლია გამოვიტანოთ? მე გეტყვით, რა აზრი უნდა გამოვიტანოთ აქედან, რა შეიძლება ვისწავლოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზეგავლენა არ გვაქვს იმ დაზარალებულ გოგოებს და დაზარალებულ ადამიანებს და არასრულ წლონებს და იმას, რა თქმა უნდა, ზარალს ვერ ავუნაზღაურებთ, რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ვერც გარდაცვლილ ადამიანებს ვერ დავაბრუნებთ, ვერც იმ საზიზღარ ადამიანებს მორალს ვერ გამოუსწორებთ. ჩვენ შეგვიძლია, რა ჩვენი ირგვლივ ხდება და ზეგავლენა მაგაზე არ გვაქვს, ან აღარ გვაქვს, საჩვენოდ გამოვიყენოთ და ჩვენ გონებაში რაღაცა ისეთი იდეა გავხსნათ, რომელიც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება. რა უნდა ვისწავლოთ ახლა ამისგან რა? დღეს შენ რო გონია რომ გამდიდრება ან ნებისმიერი რამე რა, შეიძლება გინდოდეს რომ დონალდ ტრამპი არა, მოდი ვიღაცა ბევრ მილიონერი რა, რომელიღაც მილიონერი, რომელიც ნახსენები არის ეპსტეინის ფაილებში, აი შეიძლება სანამ ნახსენები იქნებოდა, გქონდა რომ აი მაგდენი მილიონი მქონდეს მეცნე და ვილა მქონდეს, კუნძული მქონდეს, რაღაცა რა. აი ამ ვილას და ამ კუნძულის ქონას ადამიანი არის გაუმაძღარი, არ არსებობს ადამიანი გაძღეს თუ რა თქმა უნდა ღმერთთან არ არის ახლოს რა და მორალურად არ არის იქ რომ ნასწავლი ქონდეს და გააზრებული ქონდეს რომ რაც აქვს ის დააფასოს რა. ეგ თუ არ აქვს გააზრებული და მსგავსი სწავლება თუ არ აქვს გავლილი და შეიძლება გავლილი არ ქონდეს, მაგრამ გონებრივად ეგრე არ არის. ძალიან რთულია კი არა, თითქმის შეუძლებელია გაძღეს. სწორედ ამიტომ რაც უფრო ბევრს ჭამს, მით უფრო სუქდება. მით უფრო ეზრდება კუჭი ელასტიურია, იზრდება და რაც უფრო მეც ჭამს, მით უფრო მეც იტევს. Moral of the story რა არის? შენ დღეს რაც გაქვს და რაც გინდა რომ მიიღო, უფრო ახლოს გაქვს, ვიდრე ვიღაცა მილიარდერს რაც აქვს და რაც უნდა რომ მიიღოს. ანუ ვიღაცა მილიარდერს ყველაფერი აქვს და რაც უნდა რომ მიიღოს არის მსგავსი ღონისძიებები, მსგავსი გართობა, უნდა ქვეყანა, უნდა პირველობა, უნდა ვიღაცის მოშორება, ანუ ისეთი სურვილები აქვს, რომელიც სურვილების დაკმაყოფილებაც უფრო რთულია, ვიდრე რა სურვილებით შენ გაქვს. განუვითარებელ ქვეყანაში, სადაც ადამიანს არაფერი არ აქვს და ბურთი რო აჩუქი იქაურ ბავშვს, იგივე ბედნიერება მიენიჭება ზუსტად, იგივე ხარისხის ბედნიერებას იგრძნობს, რა ხარისხის ბედნიერებასაც იგრძნობთ განვითარებად ქვეყანაში ბავშვს, რომ ბოლო iPhone-ი აჩუქო. ანუ იმ ბავშვს ბურთი უნდა, ამ ბავშვს iPhone-ი უნდა. მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ი 1000 ჯერ ძვირი ღირს ბურთზე, იმ ბავშვს 1000 ჯერ მეტად არ გაუხარდება. ხო ხვდებით რისი თქმაც მინდა? ანუ შენ რომ მიზანი გაქვს, თქვათ, სახლი, შენ რომ სახლს იყიდი, უფრო მეტი ხარისხის ბედნიერებას იგრძნობ, ვიდრე მილიარდერი, რომ მაგალითად ყველაზე მაგარ private jets იყიდეს, რომელიც შენ სახლზე 100 ჯერ ძვირი ღირს, 1000 ჯერ, 100.000 ჯერ არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ის ადამიანი, აი ძალიან მდიდარი და გავლენიანი, იმ ადამიანმა რომ სურვილი დაიკმაყოფილოს, უფრო რთულია ვიდრე შენ. ანუ სამყარო მაგიტომ სულ მაგას ვეძახი, დედამიწა არის იდეალური, მეუნებიან დედამიწა გასპონსორებსო, დიდი სიამოვნებით დავისპონსორებდი თავს დედამიწისგან რა. დედამიწა არის ყველაზე მაგარი, დედამიწა არის იდეალური რა, დედამიწა არის კანონზომიერი, ისეთი კანონები და ისეთი სამყაროა შექმნილი, ისეთი უნივერსალური სამართალი აქვს აქაურობას, რომ ვიღაცა შეიძლება შენ გეგონოს ის პრივილეგირებული, მაგალითად ბავშვი, რომელიც მდიდრის ოჯახში დაიბადა. მაგრამ საბოლოო ჯამში ემოციებით ვცხოვრობთ, ანუ ემოციებია და
ვისაც უფრო მეტი აქვს ბარი შესავსები ემოციით. ანუ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, მით უფრო მაღალი ბარი გაქვს შესავსები და აღარ ყოფნის პატარა ბედნიერების მისაღებად. რაც პატარა გაქვს, ცოტა გაქვს, მით უფრო მარტივია ბედნიერების მიღება. ანუ საბოლოო ჯამში რისი თქმა მინდა, ანუ ისწავლეთ, რაც გაქვთ, იმაზე მადლობის გადახდა. იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც გონია, რომ ყველაფერი აქვთ და გრძნობენ, რომ არაფერი არ აქვთ. ანუ შენ გაქვს ენერგია, შენ გაქვს წარმოიდგინე რაღაც რო გინდა ისეთი, რაც ხელმისაწვდომია და მიღწევადია, შენ ეგ გაძლევს ენერგიას გაძლევს. შენ გაძლევს ეგ მიზანდასახულობას და ადამიანი რო ხარ, რომელსაც ყველაფერი აქვს და რაც უნდა არის, არასრულწლოვანი ადამიანს რაღაცა კავშირი დაამყაროს, რომელიც აი ამორალური კი არა, აი არსად არ მართლდება და არავისთან არ მართლდება. წარმოიდგინე, ის არის უბედური, ანუ ის არის, შენ კი არა, ის არის უბედური რა. მაგიტომ არის რომ ჩადიან ტიტანიკის სანახავად და მერე იჭმუჭნებიან და თვარეზე მიფრინავენ და ვერ მიფრინავენ და საოცარ რაღაცა კონძულებს აკეთებენ, სადაც საშნელ რაღაცეებით ერთობიან. ეს ცალკე ეპსტეინი, ცალკე ეს PDD-ის თეთრი წვეულება. ანუ ეს არ ნიშნავს რომ სატანისტები არიან, მაგას კი არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი ბევრს მიიღებს და მაინც ვერ გაძღება და დაფასებამდე მოხვეჭას ისწავლის. მისი დასასრული ასეთია რა. ამიტომ რაც გვაქვს, ჯერ დაფასება ვისწავლოთ და მერე მოხვეჭა რა. მე ამას თქვენ არ გეუნებით მარტო, იმიტომ რომ აი თქვენ მგონი ხართ, რომ თქვენ არ იცით, თქვენ მაგას არ მომობ, მე საკუთარ თავსაც ვეუნები, ვცდილობ, ვებრძვი, მეც ეგეთი როჟა ვარ, მე ძალაუფლების მოყვარული, შეიძლება იმის მოყვარული, გავლენის მოყვარული, ეგ ტიპი ვარ. შესაძლებელია, მაგრამ ვცდილობ და მუშაობ საკუთარ თავზეც, რომ ვისწავლო დაფასება იმის, რაც მაქვს, რათა შემდგომ რასაც მივიღებ, იმით დავკმაყოფილდე და არ დამჭირდეს ეპსტეინის აილენდზე სიარული ენდორფინის და დოპამინის გამოსამუშავებლად. უღრმესი მადლობა, იმედია მოგეწონათ ვიდეო, იმედი არ მოგეწონათ არაფერაზეც ვილაპარაკე, მაგრამ ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, წავედით.